მეგობრებო, აუცილებლად მინდოდა ახლა ეს გულის ტკივილი მეთქვა. აი ნახეთ ახლა, არ ვიცი ახლა ეს შენობა რომელი საუკუნისაა, რამნაირი ღირებულებას წარმოადგენს, არ ვიცი, როცა ანტვერპენი გავსებულია მართლა წინა საუკუნეების ასობით შენობებით. და ეს ახლა რა იზამყოფი, მაგრამ ფასადი შეინარჩუნენ და შიგნით დაანგრიენ და აკეთებენ ახალს. აი ნახეთ და ასია ყველგან, მთელ ბელგიაში, მთელ ევროპაში. და ამ დროს ქუთაისში მე-19 საუკუნის ციხეა, რომელთანაც ახლა მანდამაინც კაი მოგონებები არ აქვს ქუთაისელებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, თუ მანდამაინც ასე უნდათ მაშინ ფასადი დაანგრიონ, რამე თუ ისა მე-19 საუკუნის და ქუთაისი ახლა რა ვიცი, ახლა გინდა გამლაწყეთ და გინდა არა ახლა მანდამაინც ასე ბევრი მაგნაირი შენობებით მე-19 მე-20 საუკუნის დასაწყისის ან მე-18 საუკუნის შენობებით განთქმული, ახლა ეკლესიებს თუ არ ჩავთვლით და აი ანგრევ იმას და აშენებენ კორპუსებს. აი ეს არის უკვე ვანდალიზმი, ესაა ქუთაისები უპატივცემულა. ბოლო-ბოლო ფასადი მაინც შეუნარჩუნეთ და ისე მაინც გააკეთეთ და მერე თან ახლა მართლა მაინტერესებს, მადედაა პეთქებული. ქუთაისი გამორბის ხალხი და გარბის და ემიგრაციაში ვართ ნახევარი განმოხვეწილი და მეორე ნახევარი უკვე აპირებს წამოსვლას. ხო და ერთი ვიზა აშენებთ ამ კორპუსის, ვისთვის აშენებთ ამ კორპუსის, არაბებისთვის მხოლოდ? აბა უკვე ქართველმა ემიგრანტებმა კაიხანია დაანებენ საქართველოში ბინების შესყიდვას თავი. კაიხანია დაანებენ თავი საქართველოში ბინების შესყიდვას და ვისთვის აშენებთ და რას აშენებთ? აი მართლა საინტერესოა, ამიტომ ქუთაისლებო, დავანებოთ ახლა თავი რაღაცებს და გამოდით ქუჩაში, გაპროტესტეთ.